საკრებულოს იურიდიული კომისიის ხმაურიანი სხდომა რატომ ვერ ამოწურეს დღის წესრიგი ბოლომდე კომისიაში და რა ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებები ისმოდა კომისიის წევრთა მხრიდან მთელი სამუშაო დღის განმავლობაში. დავასუფთავოთ მსოფლიო, დავასუფთავოთ საქართველოს სამდღიანი გარემოსდაცვითი აქციის პირველი დღე როგორ დაიწყო დასუფთავების კომპანია ზესტაფონში. სკვერებსა და პარკებში არსებული დეკორატიული სკამების რესტავრაციის აღდგენის პროცესი დაიწყო ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელიც მეტ პერიმეტრზე გაშლას გულისხმობს. ზესტაფონის თეატრი სეზონს საპრემიერო ჩვენებით ხსნის დასიწლის საუკეთესო პიესაზე მუშაობს, მაცეკვე ტანგო, კომედია, მელოდრამის ელემენტებით გენერალური რეპეტიცია თეატრში. სექტემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებს 4 საკითხი ჰქონდათ განსახილველი. კომისიამ ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტა წარდგენილი 3 საკითხი. საკრებულოს წევრებმა სახანძრო სამაშველო სამსახურისთვის პოლონეთის მიერ ნაჩუქარი აღჭურვილობის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გამგეობის წერილი განიხილეს. პირველი საკითხის კენჭისყრის შემდეგ დეპუტატები მოქალაქე ნათელა მიქელაძის განცხადებას გაეცნენ მისამართის დაზუსტების თაობაზე. იურიდიულმა კომისიამ ასევე იმსჯელა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანცვლებებზე. აქ არის 2 განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ვიდრე სამახანძრო სამაშველო სამსახური იყო მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, მაშინ პოლონელმა ხალხმა შეგვირდა აღჭურვილობის შემოზიდვა მათთვის, შემოზიდეს და ეს აქტივები, რადგანაც არ არის სახანძრო სამაშველო სამსახური, უკვე ჩვენ საქმე უწყობოდა დაქვემდებარებაში და გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართლებრივად დავსვით საკითხი, რომ ეს აქტივები გადაეცეს მათ დაქვემდებარებაში. მეორე საკითხი ეს იყო მოქალაქის დამისამართების საკითხი, შემოსულია მას სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტის უფლებამოსილების განსახორციელებლად ჭირდება სწორი მისამართი. მათ აქვს დასაზუსტებელი მისამართი და მოკვლეული აქვს გამგებლის რწმუნებულს ქალაქში. წარმოდგენილი აქვს მოხსენებადი შესწავლილია საკითხი და საერთოდ უალტერნატიულია საკითხი. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხის განხილვას, რომელიც ქვედა საქარის სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფას შეეხებოდა, დეპუტატ კობა გოჩალეიშვილისა და კომისიის თავმჯდომარის სიტყვიერი დაპირისპირების გამო დროებით გადაიდო. კობა გოჩალეიშვილმა იურიდიული კომისიის თავმჯდომარე უკანონო ქმედებებში დაადანაშაულა და აქცენტი ქალაქში არსებულ გაზსატუმ მანქანებზე გააკეთა. იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კანონის უხეში დარღვევით ატარებს იურიდიულ სხდომებს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია არის აუცილებლად მუნიციპალურ საკრებულოში შესაძლებელი. და ამის გარდა მინდოდა დამესვა ის საკითხი, რომელიც ზესტაფონში გაზსატუმ მანქანებს უკავშირდება, რომელიც განან უკანონოდ და ერთ-ერთი მესაკუთრე კახა შაუგულიძე არის და არის ჩართული კორუფციულ სქემაში. გოჩალეიშვილის ბრალდებამ კახა შაუგულიძის ადეკვატური რეაქცია გამოიწვია, რასაც შესაბამისი კომენტარიც მოჰყვა. კობა გადავიდა ყველა ზღვარს. მე ვარ აბსოლუტურად სუფთა და პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემ ქმედებაზე. ყოველ დღე მუშაობ და კანონს არ გვესო, კანონ დარღვევაზე არის თავისი უწყება, თავისი რეაგირება უნდა მოხდეს. ახლა კობა ვერ გაიგო თავის ფუნქცია. კახა შაუგულიძე მისივე განმარტებით აღნიშნული ბრალდების გამო გოჩალეიშვილთან შეხვედრას შესაბამის უწყებაში გეგმავს. დილისად საათზე ზესტაფონში სტარტი აიღო დასუფთავების აქციამ. აქცია საყოველთაოა და ტრადიციულად ყოველი წლის სექტემბერში ეწყობა. ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრს გამგეობის თანამშრომლები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. დასუფთავების აქციაზე გამგებლის მოადგილეც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან აღნიშნული სამსახურების 30 კაციანმა ჯგუფმა უკვე გაწმინდა სტაროსელსკის ქუჩა. ღონისძიება სამდღიანი იქნება და სრულად მოიცავს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტამდე.
სოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს ეს აქცია და დასუფთავების აქცია. დასუფთავების აქცია შეუერთდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც. ჩვენ აღებული გვაქვს სტაროსევსკის ქუჩა თავიდან ბოლომდე და ამაში მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის სამსახურები, ასევე ჩართულები არიან IP-ის თანამშრომლები და ვცდილობთ მაქსიმალურად გავასუფთავოთ ეს ტერიტორია. მოუწოდებ ყველას, რომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ და ნაგავს თუ არ გადმოვხდით, არ დავანაგვიანებთ გარემოს, უმჯობესი იქნება. ჩვენ ვართ დასუფთავების აკეთებს მოწყობის სამსახური და სხვა კიდე არის ორგანიზაციები. რომელ ქუჩებს ასუფთავებთ და რამდენი ხანი? ძირითადად სტაროსევსკის ქუჩა, ახლა მივდივართ იქ ზემოთ აღმოსავლეთისკენ, ბატონო, ხარაგოვის გადასახურამდე. აქციაში ჩართულია გამგეობის თითეული წევრი, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა დასუფთავების სამსახური, სპორტის სამსახური თავისთავად. რა ვიცი, გადამდებია, ძალიან კარგია და კიდეც ვსიამოვნებს, რომ ამ აქციაში მივიღე მონაწილეობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ სიზუფთავისკენ მიმართული გარემოს დაცვით იქმედება დადებითად შეაფასა და რიგით მოქალაქეებსაც მოუწოდა აქციაში ჩართვისკენ. უპირველეს ყოვლისა მიესალმები ჩემს ზესტაფონლებს. მოხარული რომ ხალხი გამოვიდა, ასუფთავებს, ეს ყველას ვალია. დიდი სიხარული დააღნიშნოს, რომ ყველა უნდა დადგეს, არ დააგვიანოს და აიღოს და მოხარული ვართ ყველანი. აქცია სახელწოდებით დავასუფთავოთ საქართველო, დავასუფთავოთ მსოფლიო უკვე მეხუთე წელია აქტიურად ატარებს დასუფთავებით ღონისძიებებს და ჩართულია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოს დაცვით კამპანიაში. ზესტაფონში ეტაპობრივად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. ამ დროისათვის კულტურისა და დასვენების პარკში რესტავრაცია ჩაუტარდა დეკორატიულ სკამებს და ნაგვის ურნებს. განახლდა ასევე 9 აპრილის სკვერში დამონტაჟებული სკამებიც. რესტავრაცია გაუკეთდა ქალაქში არსებულ დასასვენებელ სკამებს. აღდგა მთლიანად და მოხდა მისი შეღებვაც. შეიღება ასევე ურნები და ქალაქში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული ირინეს პარკი, როგორც ვიცით, ის ადგილია, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორია ისვენებს ერთობა და თავისუფალ დროს ატარებს. მოსახლეობა მადლობას უხდის შესაბამის ორგანოებს და აცხადებს, რომ აღდგენილი სკამები შესანიშნავად გამოიყურება. შესანიშნავი ღონისძიება იყო დამტრეული, დალენწილი. ეხლა შესანიშნავად არის გარემონტებული, შეკეთებული და შესახედავათაც კარგია და საქმითაც. დიდი მადლობა რომ ეს გაკეთა ასე. გარდა ჩამოთვლილი პროექტებისა, აღმაშენებლის ქუჩის მარჯვენა სანაპიროზე ახლით შეიცვალა გარეგანათების სისტემა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით, ახალი ღამის განათება უფრო უკეთესი ხარისხის იქნება. შეკეთდა და შეიღება ასევე შორაპნის ეგრეთ წოდებული სიმბოლური ორთქმა-ვალიც. ასევე შეამჩნევდით, რომ შეიცვალა მთლიანად აღმაშენებლის ქუჩაზე მარჯვენა სანაპიროზე გარეგანათების ბოძები და ლამპიონები უფრო კარგი ნათება მივიღეთ ღამის საათებში და ყველაფერზე ეტაპობრივად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ქალაქს უფრო მეტად გაალამაზებს. წლის საუკეთესო კომედიურ პიესად აღიარებული მაცეკვე ტანგოთი უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრში სეზონი იხსნება. ნინო მირზიაშვილის შემოქმედებიდან პირველ პიესას მოწვეული რეჟისორი ზესტაფონლებისთვის კარგად ნაცნობი მამუკა ტყემალაძე დგამს. ამბობს, რომ მაცეკვე ტანგო თუმანიშვილის თეატრში უკვე განახორციელა და ის როგორც წლის საუკეთესო სპექტაკლი გრან-პრითი დაჯილდოვდა. ახლა ადგილობრივ დასთან ძირითად თემატიკას ინარჩუნებს, თუმცა ამის მიუხედავად, როგორც თავად ამბობს, პრინციპულად განსხვავებულ სპექტაკლს დგამს. ძალიან კარგად ვიცნობ მე თვითონ და ჩემი არაერთი შეხვედრა ამ დასთან და ძალიან მასიამოვნები ვარ თვითონ პროცესით წარმართით და თითოეულს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა. ყველანი დაინახავს რაღაც დოზით თავის საკუთარ თავს. მე კიდევ რომ გავიხედები წინ რაღაც გონია ეს პრობლემები შეიძლება მეც შემემთხვას და
ამ პრობლემის წინაშე რომ დავდგებით, ყველანი აუცილებლად ოჯახის შვილები ვართ დავდგებით და აი როგორ უნდა მოვიქცეთ მე რომ რაც თავია ყველაზე ჩემთვის სათქმელი ის არის რომ ფერების გახუნება ჩვენ ხელშია. ჩვენ თუ არ მივცემთ ფერების გახუნების საშუალებას ჩვენ ცხოვრებას, ხო? მარადიულად შევინარჩუნებთ ფერებს. მაცეკვე ტანგო თანამედროვე რეალიზმის სარგეა, მისი მთავარი ხაზი და ლაიტმოტივი ყოფითი ურთიერთობებია. თითოეული პერსონაჟის ბედის გამსაზღვრელი თავად პიესის გმირები არიან. სცენურ დიალოგებსა და ოჯახურ დამოკიდებულებებში ზოგჯერ კარგად ნაცნობი ყოფა ჩანს და ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, რომ მაყურებელს არც ერთი ეპიზოდი არ მოსწყინდება. მე ვფიქრობ, რომ აი ეს თემა, რაც არის ახლა აღებული, ეს მივა ბოლომდე, იმიტომ რომ არის ძალიან ცხოვრებისეული, ძალიან თბილი და ყველა ადამიანს რომ ემართება დღესდღეობით, გინდა ოჯახში, გინდა ყოველდღიურ სიტუაციაში, აი ყოველდღიური სიტუაცია ხდება რა და მე ვფიქრობ, რომ ამ კომედიამ, რომელიც მე მელოდრამაში ცოტა გადადის, ვფიქრობ, რომ უნდა გამართლოს. პირველად ვიწევ ზესტაფონის თეატრში თამაში, რა თქმა უნდა. დიდი პასუხისმგებლობა მაქვს, მე ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ვარ, 96 წლიდან, დიდი ხანია თითქმის. აი გასვლა მაქვს პირველად. თქმა უნდა ვღელავ ცოტა, არაჩვეულებრივი შეიკრიბა კოლექტივი, რომ იტყვიან ახაზურას, ვიცნობდი მამუკა, ბატონ რეჟისორს, ვიცნობდი ქუთაისიდან, სალამ ჩააბარებდა. ეს უცხოეთში ვიყავ, ახლა დავბრუნდი და რა ვიცი, აი ნახოთ შედეგი რა იქნება. ჩემი ზესტაფონში მეორე სპექტაკლია, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ წინა სპექტაკლიდან გამომდინარე ზესტაფონის მაყურებელმა კარგად მიიღო ვარდის სვირინგი და იმედი მაქვს, ვიმედოვნებ, რომ ამ სპექტაკლსაც კარგად მიიღებენ, რადგან ამ სპექტაკლში ასახულია ის პრობლემა ჩვენი თაობის, რაც აწუხებს თითქმის ყველას. ანუ რო ვილაპარაკო ხა ჩემი პერსონაჟზე დავიწყებ საუბარს, მე ვარ მხატვარი, ვხატავ ცოტა უცნაური ხედვა მაქვს ხატვის, ვხატავ შიშველი ქალის პორტრეტებს. ნინიკო თამაშობს ჩემ შეყვარებულს და ნინიკოს მამას, როგორც ყოველთვის ქართულ ოჯახში, რა თქმა უნდა, შეყვარებული არ მოსწონს. ჩემთვისაც მეორე არის აქ ოღონდ. იმის შემდეგ, რაც უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებ და წამოვედით, არის მეორე ქალბატონმა ნინო ლიბარტიანმა წამოგვიყვანა და მე ვფიქრობ, რომ სპექტაკლი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ორი სრულიად სხვადასხვა ოჯახი, ანუ თითქოს ამ წვილის წარსული ვართ ჩვენ, ესე გამოდის. სპექტაკლი 6 პერსონაჟის მონაწილეობით ერთ კორპუსში მცხოვრები მეზობლების მხიარული ისტორიაა. გამყოფი კედლის მიღმა თითქოს სხვადასხვა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამყაროა, თუმცა მათი პრობლემები და სცენური სანახაობრივად საინტერესო ქაოსი მეზობელ ოჯახებს თაობათა პრობლემის მოგვარებაშიც ეხმარება და ერთსაათიან კომედიას დასასრულისკენ მელოდრამის ელემენტებით ტვირთავს. ფინალი მაყურებლისთვის ერთგვარი სიურპრიზია. ნელი კოტეს მის საოცნებო სიყვარულის ქალაქში მიჰყავს. წარმოდგენის პირველი საპრემიერო ჩვენება სამშაბათ საღამოს 6 საათია დაგეგმილი. ამის შემდეგ ზესტაფონის დასის საპრემიერო ტურნეს სხვადასხვა ქალაქებში სწორედ მაცეკვე ტანგოთი დაიწყებს.